7 პლანეტის წარმომადგენელთა გზავნილი 27 ნოემბერი 2015 წელი. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასოდებო და ძმებო. ჩვენ დიდი ხანი არ გამოსულებთ კავშირზე და ეს უკავშირდება მას, რომ ჩვენ ყურადღებით ვადენებთ თვალყურს თქვენს პლანეტაზე მომხდარ მოვლენებს. რადგანაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ერთდროულად ნატიფ და ფიზიკურ დონეზე მომხდარი მოვლენები, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულად გითხრათ, რომ თქვენი მსოფლიოს არასტაბილურობის მიზეზი გახდა სიძუნწის, ძალაუფლების, ძალადობისა და აგრესიის ენერგიები. ისინი ვულკანების მსგავსად ამოიფრქვევიან სამხედრო მოქმედებების ადგილას, ქალაქებსა და ქვეყნებზე ზოგიერთზე დიდი დოზით, ზოგიერთზე მცირედით. ჩვენ ასევე უნდა გითხრათ, რომ თქვენ პლანეტაზე ყველაზე ჭუჭყიანი ადგილები არის არა ჩამორჩენილი და განვითარებადი ქვეყნები, არამედ პირიქით ეგრეთ წოდებული ცივილიზებული სამყარო, ისეთები როგორიცაა აშშ, ინგლისი, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები. ეს ამბობს იმაზე, რომ განათლება და მაღალი ცხოვრების დონე არ არის სიზუსტების მაჩვენებელი. სწორედ ეს ქვეყნები ცდილობენ სხვებს თავს რომ მოახვიონ თავიანთი კულტურული ფასეულებები და დემოკრატიული თავისუფლება. რეალურად ისინი არის ტყუილის პირფერობის, სულიერი სიმწირისა და სრული მორალური ღვევის სამფლობელოები. მათმა ძალადობრივმა შეჭრამ მესამე სამყაროს ქვეყნებში, როგორც თქვენ უწოდებთ ღარიბ ქვეყნებს, წარმოშო იმდენი პრობლემა, რომ ახლა მათ უწევს ამის გამო ძვირის გადახდა. ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები ვერ იაზრებენ მომხდარს და არ აღიარებენ თვალსაჩინოს, რადგანაც ეძებენ მიზეზებს გარეთ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ იციან სამყაროს კანონები, რომლებიც საუკუნო და უცვლელია. ჩვენ სხვა თქვენთვის მეგობრულად განწყობილი ცივილიზაციების მსგავსად ვეძებთ ამ შესაძლო გზებს, რათა დაგეხმაროთ ამ დაწყევლილი დუალური ლაბირინთიდან გამოსვლაში, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია აქტიურად ჩავერევოთ თქვენს საქმეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაუტოლებით იმათ, ვინც ძალადობრივად ახვევს თავს ხვებს საკუთარ კანონებსა და არსებობის პრინციპებს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დაგეხმაროთ. ერთჩევა კი მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მალე დავეუფლოთ ახალი საზოგადოების აშენების საიდუმლოებებს. ეს ახალი ცხოვრება გელოდებათ მეხუთე განზომილებაში, სადაც სწრაფად და გაბედულად მიიწევს თქვენი პლანეტა, მიუხედავად მის წინაშე წარმოქმნილი წინაღობებისა. რაში მდგომარეობს ჩვენი რჩევები, ძვირფასო დედამიწელებო? პირველ და ყველაზე მთავარი რჩევა, დარჩით შინაგანი თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც აქვს საკუთარი აზრი. არ მისცეთ ამას ოფლის ძლიერთ გადაგაქციონ დამჯერ მარიონეტებად, რომლებიც ბრმად ასრულებენ მათ ნებასა ბრძანებებს. მეორე რჩევა, ყოველთვის და ყველაფერში გამოიყენეთ სამყაროს კანონები და არა ხელოვნურად შექმნილი კანონები, რომლებსაც თავს გახვევთ სოციუმი. მესამე რჩევა, მოусმინეთ მხოლოდ საკუთარ გულს, რომელიც არასოდეს არ მოგატყუებს, რადგანაც ის შეიცავს მასში თავდაპირველად ჩადებულ ღვთაებრივ სიყვარულს. მეოთხე რჩევა, გაერთიანეთ თანამოაზრეთა ჯგუფებში, რომლებიც გაუზიარებენ ადამიანებს სინათლესა და ღვთაებრივ ცოდნას, იმას, რაც მათ საბოლოოდ მიიყვანთ ამაღლებისაკენ, რომელიც უკვე არც თუ ისე შორს არის. როდესაც კი ვიხილავთ, რომ თქვენი საზოგადოება იცვლება, რომ მთავრობაში მოდიან სამართლიანი და წესიერი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ თავიანთი მოსახლეობის ინტერესებზე, ჩვენ გამოვართ თქვენთან კონტაქტში და შემოგთავაზებთ უკვე ჩვენს კონკრეტულ მატერიალურ დახმარებას ახალი ტექნოლოგიებისა და ულიმიტო ენერგო რესურსების სახით. ჯერჯერობით ჩვენ ვიცით, რომ არ არის უმეტესი ქვეყნის მთავრობა მზად ასეთი სამეფო საჩუქრებისთვის, რადგანაც ისინი მათ გამოიყენებენ თავიანთი პირადი მიზნებისთვის. ამაზე გავჩერდებით დღეს ჩვენ ძვირფასო დედამიწელებო და ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გზავნილები მივა თქვენი პლანეტის ბევრ ადამიანთან. 7 პლანეტის უხუცესი და საფრთხე საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიგითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.